ეკოტურისტული მარშრუტები რაჭა-ლეჩხუმში რა ელოდებათ რეგიონში ჩასულ მოგზაურებს. აღდგენილი ძველი ოდები, განახლებული საოჯახო სასტუმროები, უძველესი კერძების, სტუმართმოყვარეობის ტრადიციები და კულტურის მრავალფეროვნება. მას შემდეგ, რაც ოდა სახლების რეაბილიტაცია დასრულდა, ვიზიტორებისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. მოგზაურობა შესაძლებელი ხდება არა მარტო ბევრისთვის უცნობ სოფლებში, არამედ იმ ოჯახებშიც, რომლებიც უძველეს ტრადიციებს დღემდე გვინახავენ. ანუკი მასხარაშვილისა და ზაზა შუკვანის მოგზაურობის დეტალები რაჭა-ლეჩხუმიდან. რაჭაში ონის რაიონში ეს ოდასახლი 100 წელზე მეტს ითვლის. მოჩუქურთმებულ აივანზე მზე, ჯვარი, მტრედი და სხვა ფიგურებია გამოსახული. თითოეულ ორნამენტს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, მაგალითად მზე სიმდიდრესა და ნაყოფიერებას აღნიშნავს. რაჭული ოდებით გასულ საუკუნეებში ცნობილი იყო თავისი მოჩუქურთმებული აივნებით. ჭვირვილა აივნები ერქვა მაგას, ჭვირვილა ფარდები ერქვა, რაც სამწუხარო ის არის, თანდათან იკარგება. ამ დროს აინტერესებთ ეს ყველა ჩვენი კულტურა იყო და აინტერესებთ ჩამოსულ ტურისტებს. ეს სახლი საკმაოდ პოპულარია ტურისტებში. ერთადერთი რაც მივამატი ამ სახლს არის სველი წერტილები. დანარჩენი თავებიჩი ყველაფერი ისევე ძველი დავტოვე როგორც იყო გასულ საუკუნეებში. სიტყვა ოდა ძველად სახლს აივნით ნიშნავდა. ოდა ტრადიციული ქართული საცხოვრებლის ერთ-ერთი უნიკალური ტიპია. ხის ოსტატი თემურ გუგეშაშვილი რაჭაში ამ ტრადიციის გამგრძელებელია. საკუთარ სახელოსნოში ხეზე მუშაობის ქართულ კულტურას ახალ თაობას უზიარებს, რომ ეს მემკვიდრეობა არ დაიკარგოს. არა მარტო ჩვენი ახალგაზრდები, წარმოიდგინეთ ევროპელებიც დაინტერესდნენ ამ ჩვენი აივნების კულტურით. ძალიან მოეწონათ, ჰქონდა კავშირები ევროპიდან ჩამოყავდათ სტუდენტები, არქიტექტურის სტუდენტები და მასტერკლასებს უტარებდი აქ სამწუხაროდ ეს პროექტი შეწყდა. ყველას მოსწონს ოდასახლი. აქ ცხოვრება ერთ-ერთი პრესტიჟული არის ტურისტებისთვის. მე სულ დაგვყავს მთებში, მყინვარებზე დაგვყავს, ჩანჩქერები, ტბები, კანიონები. მარადიულ თორი უფრო მაინც მთები აინტერესებს, სადაც მყინვარები არის. იმიტომ რომ ბევრი ისეთი ქვეყნებიდან ჩამოდიან ხალხი, სადაც თოვლი საერთოდ არ არის. რო დავდივართ ტურისტები დაგვყავს მთებში, ხშირად შეიძლება ადამიანმა ფეხი წაგრას და ვერც დაინახოს, რომ ეს ჩვეულებრივი ქვა არ არის. სინამდვილეში ეს არის ოდესღაც ბუნებისგან დატოვებული ანაბეჭდები, ხოჭოებისა და ლოგოკინების. ახალგაზრდობაში მცონჩხი ვნახე მღვიმეში, ისრის ბუნიკი რო იყო წლებში. 100-900 წლის მაინც უნდა იყოს ეს. იმიტომ რომ წლები იქცა ფერფლად. და ფერფლად დაიქცეს წლები შეიძლება 1000 წელი მაინც ასაჭი. თემურ გუგეშაშვილის ერთგვარი სახლი მუზეუმი ოდა სახლების კულტურულ მარშრუტში შედის. პროექტი საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ინიციატივით განხორციელდა. რამდენიმე რეგიონში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში ის ოჯახები შეარჩიეს და გააძლიერეს, რომლებმაც ოდა სახლები შეინარჩუნეს. სხვადასხვა ტურისტული სერვისი შექმნეს და ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს ოდა სახლების მიღმა საკუთარ ისტორიებს, ქართული ღვინის ტრადიციას, კულინარიასა და ადგილობრივი კულტურის მრავალფეროვნებას აცნობენ. ოდა სახლების კულტურულ მარშრუტს ჯერ ტუროპერატორები გაეცვნენ. შემდგომ ამ გზას ტურისტებთან ერთად გაივლიან. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ოდასახლების კულტურული მარშრუტი, როგორც ერთიანი კულტურული, ასე ვთქვათ, მარშრუტი შევიმუშაოთ. შემდეგ უკვე, ასე ვთქვათ, გავხადოთ პოპულარული, როგორც ერთ-ერთი ძირითადი კულტურული ტურიზმის პროდუქტი და ასევე, ასე ვთქვათ, შევთავაზოთ არა მარტო იმ ვიზიტორებს, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, არამედ თვითონ საქართველოში ვინც არიან და მოგზაურობენ, ვაჩვენოთ, რომ პირიქით კონსერვაციაზე, ტრადიციების შენარჩუნებაზე, საკუთარი წარსულის პატივისცემაზე დაფუძნებული ტურიზმი ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია, ვიდრე მაგალითად ჩვეულებრივი განთავსების მომსახურება ან მხოლოდ გასტრონომიული მომსახურება. ოდა სახლების კულტურული მარშრუტის კიდევ ერთი ლოკაცია სოფელი სორი და ლევან კერვალიშვილის ოდასახლია, სადაც სხვადასხვა სახის გამორჩეული რაჭული ღვინის დაგემოვნება შეგიძლიათ. ლევან კერვალიშვილი მამაპაპისეულ კარმიდამოს წლების წინ დაუბრუნდა. გადაწყვიტა ამ კუთხის ღვინის ავთენტური გემოები დაებრუნებინა და დღეს ძირითადად რაჭული ძველშავისგან, ცოლიკოურისგან რაჭისთვის დამახასიათებელ მსუბუქ, მაღალმჟავიან და დაბალ ალკოჰოლურ ღვინოებს აყენებს.
ნატურალური ღვინო პირდაპირ გამოხატავს კონკრეტულ რეგიონს, ადგილს, ავტორს და ასე შემდეგ. ანუ ფაქტურად ჩვენ მინიმალურად ვერევით ღვინის დაყენების პროცესში და მაქსიმალურად ვაძლევთ იმის შანსს ღვინოს, რომ თვითონ გამოხატოს თავის თავი რა, ის ადგილი იქნება, ნიადაგი იქნება თუ ასე შემდეგ რა და ეგ არის მე ვფიქრობ ჩემი სიმდიდრე ამ შემთხვევაში და რაღაცა ჩემი უპირატესობა. ჩვენი მარშრუტის პირველი დღის ბოლოს ონის რაიონის სოფელ ხიდეშლებში კიდევ ერთ ოჯახს სტუმრობთ. თელას ხის ოდასახლი საუკუნეზე მეცითვლის და ლურსმნის გარეშეა აგებული. სახლს განსაკუთრებულ ხიბლს მისი საუცხოო ბუხარით სცემს. ოდასახლი ამ ხეობაში მეფუტკრეობის დამფუძნებელმა ლავრენტი ხიდეშელმა ააშენა. საბჭოთა კავშირის დროს ლავრენტი ხიდეშელი მეფუტკრეობამ გადასახლებისგანაც კი იხსნა. მისმა შვილმა აკაკი ხიდეშელმა ამ საქმიანობას უკვე მეცნიერულ დონეზე მიჰყო ხელი. მეფუტკრეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელს ქართული დედაფუტკრები გამოჰყავდა და მის სელექციას აწარმოებდა. ხიდეშლების საქმიანობას რუსუდან ხიდეშელი აგრძელებს, რომელიც ქალაქიდან სოფელს დაუბრუნდა და ისტორიულ ოდასახლში ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს მასპინძლობს. ეს ოდა დღეს ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი და გამორჩეული ადგილია. რომ ნახულობენ ფოტოებს, ხო, აი ეს სახლი იზიდავთ და ჯანსაღი გარემო და ეს ყველაფერი არის აქ, ნატურალური პროდუქტი, ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. აი ეს ხის კედლებში რო ძინავთ და სუფთა ჰაერს სუნთქავენ, ეს არის უპირველესი მათთვის. საერთაშორისო არენაზე ქართულ ფუტკარს აქვს 4 ოქროს მედალი აღებული, ეს მე გეუბნებით 60-70-იანი წლების პერიოდს აპიმონდის კონფერენციებზე, კონგრესებზე, სადაც მამაჩემი ძღებულობდა მონაწილეობას და მისი დამსახურებითაც ეს არის 4 ოქროს მედალი ჩამოვიდა საქართველოში. გავიდა დრო და ნუ მეც შეუდექი ამ საქმიანობას, რომ ეს ტრადიცია არ დამერღვია. ხმამაღლა ვიტყვი, რომ რაჭული თაფლი, აი ამ ზონის თაფლი არის უნიკალური. თავისი თვისებებით, ჯერ არის ალპური, როგორც მინდვრის ყვავილები, ასევე ალპური ზონის თაფლია. ფუტკარს აქვს ბევრი პროდუქტი, ეს არის სამთელი, ეს არის დინდგელი, პროპოლისი, ასე ვთქვათ, ეს არის ყვავილის მტვერი, ეს არის მუმიო, რძე, ფუტკრის რძე და ეს არის ყველა უნიკალური პროდუქტი. ოდასახლების კულტურულ მარშრუტს ლეჩხუმში ვაგრძელებთ. მისტიკური ხვამლის მთის ძირში, სოფელ ქორენიშს რომ არა მარტო ქართველი უცხოელი ტურისტები კარგად იცნობენ, ლევან ხმელიძის დამსახურებაა. წლების წინ ჯერ თავად ირწმუნა, რომ ლეჩხუმს მსოფლიოს გააცნობდა. ტურისტები ბებიის და ბაბუის ოდასახლში მიიღო. ტვიშის მიკროზონაში ვენახი გააშენა და ღვინო დააყენა. სოფელში მცხოვრები ოჯახებიც დააინტერესა და ამ საქმიანობაში ჩართო, რომ სტუმრებმა ლეჩხუმის ბუნება და მკვიდრი ხალხის კულტურა როგორც ერთი მთლიანი ნაწილი ისე გაიცნონ. ჩვენი მიზანი არის ხაზი გავუსვათ ტვიშის მიკროზონის მდებარეობას. ჩვენ ვიყოფებით ტვიშის მიკროზონაში, ვაწარმოებთ ბიოლოგიურად სუფთა ღვინოს, ასე რომ ღვინის დეგუსტაცია, ლეჩხუმური კერძები და აქედან უკვე იწყება ის მრავალფეროვნების შესაძლებლობა, რაც ლეჩხუმს ახასიათებს. ორივე ხეობას ამ შემთხვევაში, როგორც რიონის ხეობას, ასევე ცხენისწყლის ხეობას, თავისი ბუნებრივი სიმდიდრით, რაც ჩანჩქერები, ხვამლის მთის მწვერვალი, დალაშქრები, ჰაიკინგი, ჯომარდობა რიონზე და თუნდაც ამდენი მთის მწვერვალზე საფეხმავლო ბილიკები. ეს უხვად არის, რომელიც პოტენციალი ძალიან დიდია და ნელ-ნელა ვითვისებთ. სოფელ ზუბში ოდასახს სტუმრების მისაღებად ამზადებს სოფიო უგრეხელიძე. მანამდე უსახელოურის ვენახში მივყავართ. აქ გაშენებული ვენახის ნახვისას რთულია დაიჯერო, რომ ბუნების სილამაზის ამ შერწყმას რეალობაში უყურებ. ჩვენ ვაწარმოებთ ახლა ამ ეტაპზე რამდენიმე სახის ღვინოს. ერთი უსახელაური, რომელიც არის ნახევრად კბილი, შარშა მქონდა და გასუწევში მქონდა მშრალიც. ასევე ცოლიკოური გვაქვს როგორც ნახევრად კბილი, ასევე მშრალი. ვღებულობთ ტურისტებს აქ ამ სივრცეში. ასევე ახლა სოფელში ვაწყობთ ჩვენს ძველი ხის ოდასახლს სტუმრებისთვის ვამზადებთ.
ჩვენი შემდეგი გაჩერებაა ზემო იმერეთი, ჭიათურა, სოფელი გეზრული. ზღვის დონიდან 760 მეტრზე მდებარე სოფელში ჩაის პლანტაციას შეხვდებით, რომელსაც თორნიკე შეყილაძე და მისი ოჯახი უვლის. მხოლოდ აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ 4 სახეობის ორგანული ჩაი: თეთრი, შავი, მწვანე და მოცვის. ოჯახმა საკუთარი სახლი ვიზიტორებისთვის ეკომეგობრულ გარემოდ გადააქცია. აქ მოსუსტუმრებს ჩაის დეგუსტაციას, ჩაის თერაპიას და აბაზანებს თავაზობს. ჩვენ კი გეზრულის განსაკუთრებული ჩაის საიდუმლოს და თავისებურებას გვიმხელს. გვაქვს გამორჩეული მიკროკლიმატი, რომელიცაც ქმნის დასავლეთის სუბტროპიკული და აღმოსავლეთის მშრალი ჰავები, რაც იდეალური პირობაა მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებისთვის. ჩაი აღმოჩნდა გზა, რომელმაც დამაბრუნა უკან სოფელში და წლის ძირითად ნაწილს აქვატარებთ. მერე უკვე ტურიზმი, ჩავერთეთ ტურიზმში და ამან კიდე უფრო მეტად დამაბრუნა და დამტოვა სოფელში და ჩემი მთავარი მიზანია, რომ ის მომენტი და ის მნიშვნელოვანი ადგილები, სივრცეები და ფაქტორები, რაც აქვს გეზრულს, დაინახოს როგორც სოფლის მოსახლეობამ, ასევე რეგიონში ცხოვრებმა ადამიანებმა, დავიჭიროთ ეს მომენტები და მივაწოდოთ ჩამოსულ ვიზიტორებს. ჩვენი მოგზაურობა აქ სრულდება. ოდა სახლების კულტურული მარშრუტი კიდევ არაერთ საინტერესო სოფელსა თუ ადამიანს გაგაცნობთ. ეს არის გზა, რომელიც თავიდან აღმოგაჩენინებთ ოდა სახლების ტრადიციას, მასპინძლების საინტერესო ისტორიებს, ავთენტურ სტუმართ მოყვარეობას, კულინარიას და კულტურის მრავალფეროვნებას.